მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, თუ შეიძლება აი ამ გამოსირებულს მოусმინეთ. ანუ ილია როგორ ისეთი რაღაცა არის არა? ილია შიოლაშვილი, ხო? ილია შიო, აი თითქოს რაღაცნაირად ერთი პატარა კომენტარი და ლექსად დაუწერეს რა ამ კომენტარში და ძალიან მომეწონა ეს და თქვენც მინდა გაგიზიაროთ, აი მშვიდობა დაგვიდგეს წამშიო. გადარჩენამ წამსშიო. ილიასიამ წამსშიო. სიხარულია ხალხშიო. აი ძალიან ნიშანდობლივი არ არის ხე ეს რაღაცნაირად ამ ყველაფერს შიო ამთავრებს რა, მაინც რაღაცნაირად რა, თუნდაც ილია შიოლაშვილსაც შიო ამთავრებს და ეს ძალიან ისე მომეჩვენა რა, აი კონკრეტულად ამ ლექსთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შევედი და რაღაც მაშინ შიო მესამერო აკურთხეს პატრიარქად და ესეთი პოსტი დავდევით, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და ერთ-ორ დღეში მოვიკითხე ეს პოსტი შევხედე უბრალოდ მაინტერესებდა რამდენი ლაიქი ქონდა და აი წარმოიდგინეთ რამდენი აქვს 777 რა და ეს რომ დავინახე უცბად მეთქი 777 ლაიქთან 7-იანი თქვენ ხო იცით რომ არის რაღაცნაირად უფლის ციფრია, ხო? 3 + 4 რა, 7, ანუ უფლის ციფრია რა, 3-4-ია რა და ესე იხსნება საერთოდ ეს ციფრი და თან ხა კვარაცხელიას საყვარელი ციფრია, ხო? ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი და ესეც შემთხვევით არ ხდება რა. ეს ამბავი ჯერ კაი, ჩემი დედას ფიცავარ, მართლა უცნობი? რამდენი ხაზი გაქვს, ბოდიშვილი ვიყო, აკეთებული ახლა შენ. აი მეგობრებო, როდესაც მე გელაპარაკებით ქოც ქრისტიანებზე, რომლებიც კერპომანებად არიან გადაქცეულები და ზოგ-ზოგი ერთ წqინთ, რომ რატო ვამბობ თურმე მე ამას, თურმე ხალხი რწმენაშია, ესეთ გულის ამრევს აქციას ესენი დაარქმევენ რწმენას. მე არ ვიცი ამას რწმენასთან და სარწმუნოებასთან საერთოდ რა კავშირი გააჩნია. მაგრამ ის როგორ არის თავსებადი, მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ადამიანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ წაშლილი, მოდი პირდაპირ თქვა გაგლეჯილ კაიფში, ზის პირდაპირ ეთერში და მთელი ტელევიზიის და მთელი საზოგადოების თვალწინ თავის რაღაცა ნარკოტიკულ კაიფში დანახულ იმას რა ქვია ჰალუცინაციებს და რაღაც პარალელებს ავლებს. რა შუაში არის საერთოდ ან სარწმუნოება, ან პატრიარქი, ან რა შუაში არის საერთოდ ხვიჩა კვარაცხელია, ან რა კავშირი გააბა ერთი მეორესთან ნორმალური და ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანებისთვის ძნელად გასაგებია. ნუ ახლა 7-7 გასაგები არის მოთამაშეებისთვის და სატანის სახლი სადაცაა, კაზინოსთვის, რომ სადაც ამ 7-იანი ეს არის რავის გამარჯვების და კაი ფულების მოგების და ალბათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბევრი ფულები გაახსენდა. მოკლედ, მეგობრებო, საერთოდ ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენი ერი ძალიან დაშორდა უფალს. დღევანდელ ქართველობას და დღევანდელ ქრისტიანობას, რაც საქართველოში ქრისტიანობას არქმევენ, ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს უფალთან, სარწმუნოებასთან, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, არანაირი კავშირი აქვს ჯულის კანონთან და საერთოდ იმ რიტუალებთანაც კი, რომელი რიტუალებიც შეიძლება ამათმა ჩათვალონ რაღაც ღვთიურ და ქრისტიანულ რიტუალებთან, მით უმეტეს ამ ვაჟბატონის ეს პირველი გამოხდომა არ არის გაგლეჯილ კაიფში რაღაცებს, ლექსებს და სიმღერებს ბუდავდა ეკლესიაში და თურმე ეს იყო მისი აღსარება და ეს იყო თურმე ეს. ამიტომ გამოსავალი ასეთი ბანგშეყრილი ერისგან არის ერთადერთი რამ, სწორი ქრისტიანობა, უფლის გზაზე, ჭეშმარიტ გზაზე სიარული და გაცნობიერება და გააზრება, რომ უბრალოდ ესეთი მკრეხელი ადამიანების მხრიდან არასდროს არ უნდა ელოდე, რომ რაიმე ღვთიური და რაიმე კარგი საქმე გაკეთდება. თავი დავანებოთ იმას, რომ ამ ვაჟბატონს რა წარსული გააჩნია, ამასაც და მის ძმასაც, რომლებსაც
1000-ობით და 10000-ობით ქართველი მოატყუეს და რაღაცა ტელევიზიის გახსნაზე და 2-3 მილიონზე შეთანხმდნენ სააკაშვილთან. დღეს გამოდიან და გველაპარაკებიან, რომ თურმე ამათი თვალით დანახული საქართველოს ეს არის თურმე გაბრწყინებული საქართველოს. დღეს გველაპარაკებიან იმას, რომ თურმე ამათი თვალით დანახული ქრისტიანობა არის ქრისტიანობა. სირცხვილია ხალხო. აი უბრალოდ სირცხვილია. ეს არის რწმენის, უფლის, ეკლესიის და ყველაფრის შეურაცხყოფა და როდესაც ამბობთ, რომ თურმე მე როდესაც ვსაუბრობ აი ესეთ ნაზირლებს, ესეთ ქვეწარმავლებს და ესეთ ყანდურებს, რომლებზეც ამაქვს საუბარი. როდესაც ვამხელ და ეს თურმე აბრკოლებს ზოგიერთ ადამიანს თურმე ეკლესიაში მისასვლელად და ქრისტიანობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არა, ეს არ აბრკოლებს, რადგან სიმართლის თქმა არასდროს არ შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის, მაგრამ რაც აბრკოლებს ქართველ ადამიანს ეკლესიაში და ის რაც აბრკოლებს საერთოდ ქვეყანას ერს განვითარებისთვის, ეს არის ზუსტად აი ესეთი ქოციზმი და აი ესეთი ქოცი ქრისტიანების და ქოცი მართლმადიდებლების არ ვიცი მე ამას რა დავარქვა საერთოდ ამ სახელი არა აქვს რა სიმართლე გითხრათ. ეხლა ხვალ 17 მაისი არის და ამ 17 მაისთან დაკავშირებით ისევე შეიკრიბებიან ქოცები, ერი, ბერი, ანუ ალბათ ესეთი ქრისტიანები და დაიკავებენ ხელში საანთლებს, დაიკავებენ ხელში ჯვრებს და წავლიან და ეკლესიაში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ. სამარცხვინო რა არის იცით? სამარცხვინო არის ის, როდესაც ეს დღე დაწესდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ 17 მაისი ეს იყო LGBT-ების რაღაცა სადღესასწაულო დღე, რომელიც დააწესა პატრიარქმა, რომლის სიტყვაც არც ერთმა ქოცმა და არც ერთმა ნაცმა არ გაიგონა მაშინ და ზუსტად ამ LGBT-ების მხარდამჭერ კანონს 150 დეპუტატმა ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით მისცა ხმა. გახსოვთ ალბათ ის ჩემი ვიდეო, მე პირადად უთხარი, რომ ამ ხალხს ესენი არიან არაკაცები, 150-ივე არაკაცი. ზუსტად აი ამის საპირწონედ დაწესდა, რომ მართლმადიდებელი მრევლს ქონოდა აღნიშნვის დღე ოჯახურ სიწმინდესთან დაკავშირებით და არა რაღაცა ტოლერანტობა და LGBT დღეები და ახლა ხვალ შეიკრიბება ეს ეგრეთ წოდებული მორწმუნე მრევლი, წავლიან და ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავენ, აი ზოგი სამებაში, რუსთაველზე ჩაივლიან აუცილებლად, ზოგი ქაშვეთში შევა და არავის არ გაახსენდება ამ ეგრეთ წოდებულ მორწმუნე ადამიანებს, რომ იქვე მთავრობის კანცელარიასთან, იქვე პარლამენტის შენობასთან ათობით დაავადებული ბავშვის მშობელი შიმშილობს იმის გამო, რომ შვილებს წამალი ჭირდებათ. ამას არ ქვია ჩემოკარგებო ქრისტიანობა. ამას უბრალოდ სახელი არ ქვია. და ასეთ საქართველოს არ ქვია. და ამაზე იმის თქმა, რომ ეს არის მარაზმი, რომ ეს არის არაქართული საქციელი, არაქრისტიანული საქციელი, ეს კი არ არის დამაბრკოლებელი. ის არის დამაბრკოლებელი, რომ ზოგიერთი გამოვა და ამ ბიოლოგიური ნაგვის გაправებას დაიწყებს და დამიჯერეთ ძალიან ბევრი იქნებიან ასეთი. მე ახლა არ დაგიწყებთ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს ვრცლად, ამას შემდეგ ვიდეო ლაივში გაგესაუბრებით, მაგრამ მთელი პრობლემა საქართველოში და ჩვენი ერის პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დადგა, რომ საქართველოში ქრისტიანობა დავიდა რიტუალებს და დღეს იმ რიტუალების შესრულებაც არავის არ ჭირდება რა. რაც შეეხება ჩემს მიერ იმ ფაქტების კონსტანტაციას, რომელი ფაქტების კონსტანტაციაც ეხება წარსულში მყოფ პატრიარქს თუ დღევანდელ აღსაყდრებულ ინტრონიზირებულ უკაცრავად პატრიარქს, ეს არის უბრალოდ ფაქტების კონსტანტაცია და არაფერი სხვა. დანარჩენი ნებისმიერმა ქრისტიანმა შეაფასოს ყველას ნამოღვაწარი და მოვა დრო და ისტორია შეაფასებს ყველას თუ რა დონის ქრისტიანობამდე მივიდა ქართველი ერი და რა დონის ქრისტიანები ვართ დღეს. და თუ ვისი პასუხისმგებლობა არის, როდესაც ერი სულიერად აი ესე დამძიმებულია, ესე დღეში იმყოფება. არ ვიცი, მე მგონი ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა და ამას არ ჭირდება ბევრი ისა. აღარა მაქვს უკვე საუბარი იმ ქრისტიანულ ელემენტარულ ქრისტიანულ განათლებაზე, რომელი განათლება საერთოდ მივიწყებულია და სჯულის კანონი არავის არ აინტერესებს და
რუის ურბნისის კრების გადაწყვეტილება არავის არ აინტერესებს და არ ვიცი ახლა ჯულის კანონის გარეშე და რუის ურბნისის კრების გადაწყვეტილების გარეშე რა ქრისტიანობა უნდა შექმნან საქართველოში და რა ქრისტიანობით უნდა გააგრძელოს ამ ღირმა ცხოვრება თქვენთვის მომინდვია რა ეს ის გზა არის ერთი რაღაცის თქმა შემეძლია რომელიც ტაძრამდე არასდროს არ მიგიყვანთ აი ბიძინავიზიამდე და აი ამ ნარკომანების გრეჩიხების და ამათ სტუდიამდე აუცილებლად მიგიყვანთ